ვაგრძელებ ჩვენს გადაცემას ამჯერად უკვე სტუდიიდან ჩვენ სტუმართან სკრიფსის კვლევების ინსტიტუტის სან-დიეგოში ეს ინსტიტუტი მოლეკულური ბიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან დირექტორთან ცოტნე ჯავახიშვილთან ერთად ჩემს არ შემიძლია უბრალოდ რომ არ დავამატო ჩემს ყველაზე ძველ მეგობართან ცხოვრებაში ვინც შემოგჭა ჯერ კიდევ პირველი კლასიდან და რაღაც ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა და ძალიან მიხარია ცოტნე შენი აქ ჩვენთან სტუდიაში ყოფნა განსაკუთრებით ამ თემაზე ასე რომ დიდი მადლობა. მადლობა მოწვევისთვის. ჩემთვისაც იგივე პირებულებაა ეს ყველაფერი. ცოტნე მოდი პირდაპირ გადავიდეთ რომ უზარმაზარი თემაა და ჩემი აზრით ალბათ საუკეთესო სტუმარი მე ხარ შენ ვისაც შეუძლია ამ თემაზე ვესაუბროს ყოველ შემთხვევაში მე ვისაც ვიცნობ რა თქმა უნდა ბევრმა იცის ეს თემა ძალიან ხარ და კარგად. დავიწყოთ იმით რომ რაში გამოიხატება და რატომ არის ეს დარვინი რადგან დარვინის შესახებ გვაქვს გადაცემა და დარვინიზმის ესეთი მნიშვნელოვანი ეს წიგნები რომლის შესახებაც ჩვენ ვისაუბრებთ რომლებიც არც ესე დიდი ხანია ახლა ხანს გამოიცა საქართველოში რატომ არის მნიშვნელოვანი დარვინიზმი დღეს? მთავარი ალბათ არის ის, რომ დარვინმა ეს თავის წიგნი როცა გამოსცა, სახეობების წარმოშობა 163 წლის წინ, სხვადასხვა აქ ფაქტიურად აი ახსნა მთლიანად ეს სიცოცხლის ფენომენი. ესე იგი რა არის სიცოცხლე, როგორ წარმოიშვა, როგორ გამithარდა, როგორ წარმოიშვებიან სახეობები და რა გზით შეიძლება აი ამ დასკვნამდე მისვლა. ახლა უბრალოდ მოცულობა არის დიდი წიგნის და ახლა მას თავის მიზეზები აქვს, უფრო დიდი შეიძლება ყოფილიყო რაღაც რო არ მომხდარიყო. იმდროს მნიშვნელოვანი. მაგრამ დასკვნა თავისთავად ძალიან მარტივი და რამდენიმე სიტყვით შეიძლება სულ გამოისახოს. ახლა ეს ერთ-ერთი მიზეზი კიდე რატომაც იყო აი ასეთი დაინტერესება და ასეთი პასუხი საზოგადოების, ამასაც რამდენიმე მიზეზი აქვს. მთავარია რომ ეს წიგნი არ არის ასე თქვა სამეცნიერო საზოგადოებისთვის დაწერა ყველასთვის. იყო კერძო ინიციატივა თვითონ შეუკვეთა ერთ-ერთ ცნობილ გამომცემელს ლონდონელს ჯონ მარის და ასე თქვა გამოსცა წიგნი. გვერდიაურა ყველანაირ საზოგადოებას, ყველანაირ უნივერსიტეტს, ხა რაც საერთოდ იყო ხომ აი გამომცემლობები დაინტერესებული. და ამის ასე თქვა დასკვნა არის მართლა რამდენიმე სიტყვიანი ის რომ სახეობები იცვლებიან, ცვალებადობა ეს შემთხვევითია. მაგრამ აი ეს რაღაც ნიშან-თვისებები მემკვიდრეობით გადაეცემა და მე ბუნება ამას გადაარჩევს. ეს არის და ეს. ახსნა უფრო მეცნიერულად, თორემ ზოგადად სამყაროს წარმოშობა ბევრჯერ არის ახსნელი დარვინამდე რელიგიურადაც. ხო, სიცოცხლეზე ხა ფიქრობდნენ, საერთოდ სიძველის მხრივ ხა უბრალოდ ესეთი შთამბეჭდავე მაგალითია რა კოპერნიკის ჰელიოცენტრული სისტემა 18 საუკუნით ადრე იყო ცნობილი სამოსელი ბერძნების არისტარქუსმა თქვა გზე ჩააყენა ცენტრში დედამიწა და პლანეტების თანმიმდევრობა სწორად იყო განსაზღვრული. უბრალოდ მე ამ ხელად რო იქნა საჭირო იმისთვის რომ თქვა აი კოპერნიკი და იგივე არის აქაც ბევრი რაღაცა იყო ცნობილი, მაგრამ აი დადასტურებული, ჩამოყალიბებული და დასკვნა გაკეთებული. მე ჩემ შესავალ ტექსტშიც ვახსენე ალ-ჯაჰიზის ტექსტი მერვე საუკუნეში 780 წლის თუ რაღაცის ერაყელი ფილოსოფოსის, რომელსაც ევოლუციის თეორია პრინციპში დაახლოებით ისევე აქვს. ახსნელი ეს მუსლიმურ სამყაროში რაღაც უფრო ისეთი მიღებული იყო. მაყურებლისთვის და გასაგები რო გახდეს რა წიგნზეა აქ საუბარი, მე აქ წამოვიღე ეს ორივე წიგნი, რომელიც ახლა ხას გამოცე გამომცემლობამ დიოგენემ, ეს არის წიგნი, რომელზეც შენ ახლა საუბრობდი, მთავარი წიგნი დარვინის სახეობების წარმოშობა და მისი ავტობიოგრაფია, რომელიც განსაკუთრებული წიგნია ჩემი აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანი თუ არამნიშვნელოვანი არ ვიცი მეცნიერული თვალსაზრისით, იმიტომ რომ ოჯახის წევრებისთვის აქვს დაწერილი და საერთოდ არ უფიქრია რომ მას ფართო პუბლიკაც აიკითხავდა, მაგრამ მინდა ასევე მაყურებელს უთხრა რომ აი ამ ორივე წიგნის გამოცემის ინიციატორი შენ ხარ. რაღაცა გადაწყვიტე რომ კარგი იქნებოდა აი ამ ორი წიგნის თარგმნა. საინტერესოა რატომ მოგინდა ესე უცებ ეს არ არის დიდი ხნის ისტორია და რამდენადაც ვიცი მთელი ეს ორგანიზაციული საკითხები, ახლა არ შევალ ესე დეტალებში.
შენგან მოდის მიზეზი მარტივი იყო, იმიტომ რომ არ იყო. აი უცნაურია ასეთ რაღაცა, მაგრამ აი ასახებების წარმოშობა მთავარი წიგნი დარვინის და როგორც საერთოდ ესე ითვლება მთელ სოფლიოში კულტურული და ინტელექტუალური მემკვიდრეობას წარმოადგენს, არ იყო თარგმნილი მთლიანად გამოცებული. რაღაც ნაწილები იყო ილიანს უნს ჰქონდა რამდენიმე თავი ნათარგმნი გზამკვლევი ასეთ სტუდენტებისთვის, მაგრამ მთლიანად გამოცემული არ ყოფილა. ეს სახეობების წარმოშობას რაც შეეხება. ავტობიოგრაფია, იმიტომ რომ დარვინის, ასე ვთქვათ, მასშტაბის და გავლენის მცნიერებს სხვა ასე კოპერნიკს, ნიუტონს არავის არ დაუწერია. ეს ვთქვათ, რაღაცები კითხეს, მე შვილებმა ეს წერილებს რაღაც ფორმა მისცეს და როგორც გამოიცა მის სიკვდილის შემდეგ. ანუ ავტობიოგრაფიად თვითონ არ დაუწერია, მაგრამ პრინციპში ყველაფერი რაც საინტერესო ეხებოდა მის აზროვნებას, ხასიათის ჩამოყალიბებას, შეხედულებებს, ეს ყველაფერი დაწერა და იქ ბევრი რამე არის ესეთი ძალიან შთამბეჭდავი, განსაკუთრებით ბოლო წინადადება რა ავტობიოგრაფიის, რომ უცნაურად ჩემისთანა საშუალო შესაძლებლობების და ნიჭის ადამიანმა მოახერხე და რაღაც გავლენა მოახდინე მეცნიერებზე და მათ შეხედულებებზე. საერთოდ ეს ავტობიოგრაფიები მართლა ძალიან ურჩევ მაყურებელს და წიგნის მოყვარულებს აუცილებლად შეეძინონ და წაიკითხონ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ მანამ სანამ გადაშლიან აი სახეობების წარმოშობას, რომ მიხვდნენ რა ადამიანის დაწერილია. აქვს უაღრესად დიდი იუმორი, თავმდაბალი, თვითკრიტიკული, ძალიან ამბიციური, კარგი გაგებით, რა თქმა უნდა, და ძალიან ღირსეული ადამიანი, რასაც ჯენტლმენი ქვია, ხო, ინგლისურად. მართლა ძალიან სიმპათიურია. განსაკუთრებით აი ჩემს ყოველთვის ეს ძალიან დიდ სიმპათიას იწვევს ხოლმე, როდესაც ადამიანები არასდროს არ ივიწყებენ სხვების ღვაწლს, სხვების ნამუშევარს. აი ამ ავტობიოგრაფიაში ნახავთ, იქ არის ეპიზოდები გემახსოვრება და დამეთანხმები, როდესაც ისე არც ისე ცნობილი მეცნიერების და მკვლევარების როლს იმდენად მაღლაცევს თავისი აი ნაშრომში, რომელსაც 25 რომის გამოცემას 25 წელი შეწირა, მე მგონი თავისი სიცოცხლის, თავისი მოგზაურობიან ყველაფრიანად, რომ უბრალოდ ძალიან დიდ სიმპათიას იმსახურებს, რაც ჩემი აზრით დღეს განსაკუთრებით ჩვენ საზოგადოებაში ცოტა ნაკლებად არის, რომ ვიღაცას რაღაც დაუფასონ თუნდაც აი ეს ბიძგი, რასაც მისი ნათქვამი შენ გაძლევს. ეს ძალიან სიმპათიურია. რა მაინტერესებს, ცოდნა, შენ ხარ მოლეკულური ბიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სან-დიეგოს სკრიპის კვლევების ინსტიტუტში, სადაც მაყურებელს აუხსნა, ეს არის ინსტიტუტი, რომელსაც თითქმის ყოველ წელს ერთი ნობელიანტი მაინც ყავს, ხო? ბოლო 2 წელი ზედიზე. ბოლო 2 წელი ზედიზე. იმედი მაქვს, მომავალში მესამე შენ გახდები, მესამე. მგონია, მაგრამ და აი რას ნიშნავს ეს მოლეკულური ბიოლოგია? ამას რატო გეკითხები? უბრალოდ მაინტერესებს ეს ევოლუციის თეორია დღევანდელ მეცნიერებაში, მეცნიერი ხარ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში. აი რაში აისახება პრაქტიკულ ცხოვრებაში, უბრალოდ ჩვენნაირი უბრალოდ მოკვდავებისთვის გასაგები რომ იყოს, რა მოიტანა დარვინმა ისეთი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურობაში დღეს უკვე ხვდებით, ვიყენებთ, მაგრამ თითქოს არ ვიცით. პრინციპში ამას საფუძველი დაედო აი ამ თეორიიდან. ნუ ეცეთ ვით და ამ წიგნის დასკვნა როგორც აღარ თქვით, ეს ზოგადად სიცოცხლეზეც არის, აი როგორ არის მოწყობილი სიცოცხლე და ნუ აი დარვინის ამ წიგნის გამოცემიდან 100 წელიწადზე მეტი იყო საჭირო, რომ აი ეს ყველაფერი დადასტურებულიყო მოლეკულურ დონეზე. ხა მოლეკულური ბიოლოგია არის მეცნიერება, რომელიც სწავლობს სიცოცხლეს მოლეკულურ დონეზე. ანუ აი რამდენადაც შეიძლება რომ დავიდე, როგორც ფიზიკოსები ეძებენ თქვათ რაღაცა ელემენტარულ ნაწილაკს, სხვა კვანტას, ასე არის აქაც და საბოლოო ჯამში ესე იგი დნმ-ის სტრუქტურის განსაზღვრა 53 წელს ეგრიგის და უოტსონის ცნობილი სტატია და მე კიდე რამდენიმე წელიწადი იყო საჭირო რომ დადასტურებულიყო როგორ მუშაობს სიცოცხლე, რა არის გენეტიკური კოდი, რატომ ხდება ეს რაღაცა ცვლილებები, მუტაციები და საბოლოო ჯამში გამოვიდა რომ დარვინი მართალი იყო თავის თავარ დასკვნაში, ეს ყველაფერი შემთხვევითია, მემკვიდრეობით გადაეცემა და
ნუ სხვას რო თავი დავანებოთ ყველაფერს ეს პირდაპირ არის დაკავშირებული დაავადებებთან და შესაბამისად მედიცინასთან. ეხლა როცა შენ ამომწურავად გესმის რა არის მიზეზი ან მიზეზები რაღაცის წარმოშობი, შესაბამისად მეტი საშუალება გაქვს რომ იქ თქვა ჩაერიო და ან თავი დაიცვა, ან უმკურნალო, ან თქვა ნახო რა შეიძლება ამას მოყვეს. მაგალითად ეხლა ნუ ონკოლოგია როგორც ერთ-ერთი ყველაზე ასე ვთქვა მძაფრი ჯგუფი დაავადებების მთავარი წიგნი ონკოლოგიის რო ნახო რობერტ ვეიბერის იქ პირველი ორი ფოტო არის დარვინის და მენდელის. თქვა მენდელმა ეს დამკვიდრების მექანიზმი ახსნა, ისე რომ სიტყვა გენი არ უხსენებია სხვათა შორის, ისევე როგორც ამ წიგნში სიტყვა ევოლუცია საერთოდ არ არის ნახსენები, არც ერთხელ. წარმოიდგინე. ხო, აქ ბევრი რამ არ არის ნახსენები, რასაც შემდეგ დარვინს მიაწერენ ხშირად, მაგრამ ეს სხვა თემა. ხო და ამდენად თქვათ აი უკვე მოლეკულური ბიოლოგია რამაც აი დაადასტურა ყველაფერი, რასაც ევოლუციის თეორია ასე თქვათ, ნუ კი არ ვარაუდობდა, უბრალოდ რისი საშუალებაც ჰქონდა იმისთვის რომ აღეწერა ეს და დასკვნამდე მისულიყო, ხა მაშინ უჯრედის იქით რა ხდებოდა არავინ არ იცოდა, ხო? ამიტომ დასჭირდა ამას აუარებელი რაოდენობა თქვათა კოლექციების, მწერები, მცენარეები, თევზები, ფრინველები, ადამიანი, ყველაფერი ერთად, რომ ეს დასკვნა გაეკეთებინა და ამის დასტური დღეს უკვე ჩანს, ასე ვთქვათ, შეუიარაღებელი თვალით, ბჭყალებში ხა იმას გიძება შეიარაღება, მაგრამ მთლიანად ამოცანა ამოხსნილია, ასე ვთქვათ რა და მაგალითად ახლა ონკოლოგიაში იქ დასკვნა მარტივი გაკეთდა, როცა ეს ყველაფერი გაირკვა, რომ საბოლოო ჯამში ამ დაავადებას ვერასდროს ვერ აუვლით გვერდს, იმიტომ რომ იგივე მექანიზმი მუშაობს, რაც ამოძრავებს სიცოცხლეს. ევოლუცია ბოლოდროინდელი შეხედულებებით რა ახლა პროცესიც აღარ უფრო თვისებაა სიცოცხლის. აი ესეთი რომ ესე იგი ახლა ჩვენ ვიბადებით, აი ახლა მე და შენ ორივენი ვართ ჰომო საპიენსები, ხო ასე ვთქვათ, მაგრამ რაღაც განსხვავებები არის. აი ეს განსხვავებების წარმოშობა არის შემთხვევითი. ეხლა ეს უკვე აიხსნა თქვა გენეტიკური კოდი, როცა გაიშიფრა და გაირკვა როგორ მუშაობს, რომ აი განსხვავება, რომელიც მთელი ცოცხალის სამყაროსთვის მექანიზმი ამისი ერთნაირია. კლანჭი იქნება თუ ჟირაფის კისერი თუ თევზის ლაყუჩი თუ ადამიანის რაღაცა ნეირონების კონტაქტი, ეს ყველაფერი ერთ მექანიზმს ემორჩილება და აი ერთ-ერთი მთავარი ღირსება ამ წიგნის ის არის, რომ დარვინი მიხვდა, რომ მართალია სიცოცხლე როგორც თვითონ ამბობს, თვალის მომჭრელად მრავალფეროვანია, ხო? ფარშევანგი და გეპარდი და ვეფხვი და არწივი და შემდეგ ვეშაპი თუ დავამატოთ. რაც უფრო ღრმად ჩადიხარ და იკვლევ საფუძვლებს, აი მით უფრო მცირდება განსხვავება და იძლება მსგავსება და საბოლოო ჯამში რომ დახვიდეს შენ და ნახო, გენეტიკური კოდი ყველას ერთნაირი გვაქვს, ყველა ცოცხალ არსებას. აი ამის მიხვედრა წარმოიდგინე იმ დროს, როცა არანაირი საშუალება მეთოდოლოგიური თუ ტექნოლოგიური რაც კი არ იყო, რომ ეს თქვათ აი და ეპოვნა დაენახა და აეხსნებოდ მიხვდა და შესაბამისად ამის დასაბუთებისთვის გასწია ტიტანური შრომა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა სხვათა შორის. ყველაფერს თავი დავანებოთ. მოცულობა შრომის, რაც დარვინს დასჭირდა იმისთვის, რომ მთელი ეს თავი წიგნები დაეწერა, არის ნუ ამის კოლოსალური შრომა. ხო, ნუ აი ტიტანური შრომა, ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ადამიანის, პლუს თავისუფალი აზროვნება, რა ვთქვათ, რომ დოგმებს არ უნდა დაემორჩილო, თუ რაღაცას ხედავ, რომ ეს ფაქტია, უნდა დაიჯერო. ხო, ნუ პრინციპში დარვინმა ალბათ ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ასეთი ფართო თეორიული საფუძველი შექმნა, ესეთი ლოგიკის სასარგებლოდ დოგმებთან დაპირისპირების ეს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. მიუხედავად ამისა, ალბათ იშვიათია, მე არც ვიცი, რომელი სხვა თეორია თუ რაღაცა მოძღვრება შეიძლება დავასახელო, რომელსაც იმდენი ინტერპრეტაცია მოყოლოდა რამდენიც დარვინიზმის მოყვა. ალბათ ყველაზე მეტი რა, ხა თუნდაც ეხლა დაგვავიწყდა, რომ ოდესღაც დედამიწა ბრტყელი იყო და ამის ჯეროდა, ხო, ყველას და ეხლა პრინციპში ისინი ვინც დარვინიზმს ებრძვიან და ეხლა ეს სიტყვა გენეტიკური კოდი და გენი ინჟინერია და ძალიან რო აშინებს, ხო არის ეს ძალიან ბევრი ხალხია და არც ისე უჭკუო ხალხი სხვათა შორის. რატომ მოხდა ეს და რა კავშირი აქვს? აი მაგალითად კონკრეტულად შენ ახლა თქვი, რომ ყველა სახეობას, ყველა ცოცხალ სახეობას გვაქვს ერთი სუში, ერთი გენიდან მოვდივართ, ხო? რატოღაც ნუ ყველას ჯერა, რომ დარვინის მთავარი კარიკატურებით დაწყებული, რომ ნუ აი მაიმუნიდან დაიბადა ადამიანი. მე რამდენადაც ვიცი, ის პირიქით ის ამბობს, რომ ადამიანი
მე მგონი არ მაიმუნის გაწარმოება ეს იყო ხო პრიმატი იყო ადამიანის სხვა პრიმატი რომელსაც ძალიან ბევრი კავშირი გავდა მაიმუნს უფრო მეტად ვიდრე თქვა ბადრიჯანს ხო მაგალითად ან რაღაცას მაგრამ საერთოდ ეხლა ასე თქვა ეხლა ყველაზე სწორი არის ეს ევოლუციური ხის სქემა ხო იქიდან ჩანს რომ ესეთ უმარტივესი ლოგიკით მივიდნენ იმ დასკვნამდე ეს არა მარტო დარვინი მანამდე ცნობილი იყო თქვა რომ საერთო წინაპარი ყავდა ყველა ცოცხალ არსებას და საერთო წინაპარი თუ ყავდა ის ვითარდებოდა ამდენად აი პრიმატები ნუ მაიმუნის მსგავსი დავარქვათ ახლა მაიმუნი პირადად მე ხარ მიმაჩნია შეურაცხყოფელი იმას ნუ ცხოველია ისევე შეგუებული თავის გარემოს და როგორც ჩვენთან და ჩიტი თავისთან და ბობა და ზვიგენი და არწივი და ასე შემდეგ უბრალოდ ამის მიზეზები იყო ის, რომ ხო ხაბერმა ჩათვალა, რომ გაიგო რაშია საქმე. არ არის ადვილი გასაგები. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი დაწერილია კიდევ ერთხელ საზოგადოებისთვის, ზოგადად და არა რომელიმე სამეცნიერო, არც სამეცნიერო ჟურნალში არ გამოცემულა, არც ერთ ნატურალისტურ საზოგადოებას ან უნივერსიტეტს არ გამოუცია. პირდაპირაც დაწერა ის გამოსცა. 4 მეგობარი ყავდა, რომლებმაც დააჩქარეს, იმიტომ რომ ეს ოლესის ინციდენტი რომ მოხდა, რომ სხვამაც მიაგნო ამას და ეხლა მაგრამ ეს 4-ვენი იყვნენ ესეთი სერიოზული მორწმუნეები და ბოლომდე არ ეთანხმებოდნენ. მაგრამ აი ეს იმდროინდელი брიტანული საზოგადოების ასე ვთქვათ კონსერვატიზმი და ამავე დროს ვთქვათ გონების ღიაობა რომ ბრიტანელებს ძალიან ხო აი თავარი ხო ჩარლზ ლაიელი გეოლოგიის მამა თავარი ჰენსლო ბოტანიკოსი ერთ-ერთი თავარი ბოლომდე არ ესჯეროდათ მაგრამ ნუ აი რადგან აი ამ ხელა სამუშაო იყო ჩატარებული და აი ასე ახლო მიდი ხო ნუ გამოეცი და ამის დააძალეს და სათაურიზე იყო კიდე დიდხანს კამათი როგორ უნდა დაეწერათ და აი 49 წელს გამოსცა მე კიდე 5 ჯერ გამოიცა სხვადასხვა და საზოგადოებაც მზად იყო ამისთვის თვითონ უშუალო დასკვნისთვის არა შეიძლება მაგრამ აი ინტერესი იყო აი ესეთი მძაფრი რომ აი ბოლო გავიგოთ რა ეხლა ლამარკი იყო ცოტა ხნის წინ რომელმაც ჩამოყალიბა ეს ევოლუციის თეორია საკმაოდ სწორი მექანიზმი ვერ ახსნა და აი აქ ყველაფერი დალაგებულია ეს ხალხაშორის თქვენი ბიოლოგების ნუ დარვინის მეთოდების დამოკიდებულება აი ამ ყველა ერთი სახეობიდან ვარ წარმოშობილი ძალიან მაგონებს ბუდიზმის მთავარ მიდგომას ცოტა ბუდისტები ხართ თქვენ ბიოლოგები და ბეზე იწება ბუდისტი ვერ ყავს არა მათამდე ყველა სახე ყველა ცოცხალი არსება თანასწორია მათთვის ეს პრინციპში ეს ჯერათ ამის და ესეც უყურებენ იმიტომ რომ ცხოველს არავის არ უნდა აწყენინო და ყველანი ძმები ვართ ამას ვაჟაც ფიქრობს მოდ გადავიდეთ მეორე უფრო შენ ახლა ახსენე მისი მეგობრები რომლებიც რელიგიურები იყვნენ თვითონ დარვინიც ახალგაზრდობაში მამამის საერთოდ უნდოდა რომ პასტორი გამოსულიყო ხო იმიტომ რომ სკოლაში ინტელექტი შეუფასეს როგორც საშუალოზე დაბალი და მე მედიცინასად არ გამოვიდა და ნუ მღვდელი მაინც გამოვაო იფიქრა რა გამოვიდა ბოლოს საერთოდ წავიდა 5 წელი ზღვაში სამოდელოდ პრინციპში აი მისი დამოკიდებულება რელიგიასთან აი აქ ავტობიოგრაფიაში მის ბოლოდან მეორე თავია რელიგიურ საკითხებზე შეხედულებები ხო მსჯელობის შეხედულებები რელიგია ძალიან საინტერესო თავია და ასევე ძალიან ურჩევ კითხავს და მაყურებელს რომ წაიკითხოს თუ ავიღებთ ამ თელ წიგნის სტილისტიკას მის მანერას კეთილი ხიარული კაცის აქ ესეთი სერიოზული ხდება ცოტა მომეჩვენა ცოტა თითქოს გაღიზიანებულიც კი აი ამდენი ბრალდებებით რაც მის წინააღმდეგ ისმოდა და დღემდე არათუ არ განელებულა აი ჩემს შესავალ სიტყვაშიც ვისაუბრე ჩვენთან მაგალითად ძალიან ისეთი მკვეთრი შეტევებია ჯერ კიდევ ამის წინააღმდეგ და თუ გავითვალისწინებთ რომ ახლა პრინციპში დარვინიზმი თანამედროვე მეცნიერების საფუძველია, გვაკუთხედია, ხო, ძალიან ბევრი მიმართულება ამაზე გაშენებული. ფაქტიურად გამოდის, რომ პრინციპში ცოტა შუა საუკუნეების ინკვიზიციის პერიოდებით ვებრძვით მეცნიერებას, ზოგადად მეცნიერებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს კრეაციონისტები, ძირითადად, ის თავს ასეთ მოიაზრებენ, თვითონ ძალიან მაყოფილდებიან და მაყოფილები არიან იმ სიკეთეებით, რომელიც წეღან შენს თქვი რომ დაშენებულია ამ ევოლუციის თეორიაზე, გინდა მედიცინაში და თუნდაც ნებისმიერ ყოფით ცხოვრებაში.
არ გეჩვენება, რომ ესეთი დამოკიდებულება მეცნიერების მიმართ, კერძოდ დარვინის თეორიის მიმართ, მისი პერსონის მიმართ, ჩვენთან კონკრეტულად საქართველოში, მე მეჩვენება, ასე არ ვიცი, შენ რას ფიქრობ, ახალგაზრდებში კლავს საბუნებისმეტყველო მეცნიერების მიმართულებით აი წასვლას პროფესიის არჩევას შესაძლოა ამის ბრალიც არის, რომ მე არ ვიცი ხა დღეს რა მდგომარეობა თანამედროვე ქართულ ბიოლოგიაში, მაგრამ ალბათ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღეს ჩვენი საზოგადოება ბევრად უფრო მორწმუნეა, ვიდრე საბჭოთა კავშირის დროს იყო ჩვენს წითელ ბავშვობაში, არ ვიცი, შესაძლოა უფრო ნაკლებად უნდებათ ამ მიმართულებით კვლევები და ამ მიმართულებით თავიანთი მომავლის დანახვა. თითქოს რაღაცა სატანიზმის გზას უნდა დაადგნენ. ეგრეა საქმე. მე ძალიან ბევრი წავიკითხე, დამაინტერესა. არა, უნივერსიტეტებში ხა ჩვენთანაც არის, არა, ბიოლოგი დაინტერესება დიდია და ბევრნი არიან და ძალიან კარგი ბავშვები არიან და მუშაობენ, სწავლობენ, მიდიან უცხოეთში, ასე ვთქვათ, კარგ უნივერსიტეტებში და არა, ამას არ ეხა ეს რო ნახო. იქ ვინც არიან, კი, უნივერსიტეტში უკვე ვინც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ შეიძლება არის ბევრი, ვინც უნივერსიტეტში არ წავიდა უბრალოდ. რაღაც აი პროპაგანდის გამო და შეიძლება ის ყოფილიყო სწორედ. ეხა ერთ-ერთი კიდე არის, ასე ვთქვათ, უცნაურობა შეიძლება ითქვას ამასთან დაკავშირებით. თვითონ, ნუ ეხა რატომ წაიკითხე შენ და ნახე, რომ ესეთი აქტიური მებრძოლი არ ყოფილა და ხმალა მოწვილი არავის არ ებრძოდა ფილოსოფიასაც, რელიგიასაც, უბრალოდ აუარა გვერდი. ანუ ეს თავდასხმა მასზე იყო უბრალოდ იმიტომ, რომ ამან როგორ ვთქვა დარვინმა გვერდზე შეიძლება ითქვას თუ ყოველგვარი ამათთან კამათის და რაღაც უარყოფის გარეშე, აი ეს თავისი თეორია ჩამოაყალიბა, რომელიც აღმოჩნდა ნამდვილი მეცნიერება და რატომ იყო ეს ალბათ მაშინდელი განწყობა ზოგადად საზოგადოების და ეს ცნობილი ის მოხდა თვითონ სხვა არვისთან არ უკამათია ეს უნდა აღინიშნოს. აი მისი მეგობარი თომ ჰაქსლი ის კამათობდა და ერთ-ერთი კემბრიჯელი ბიშოპი იყო და იქ იმან პირდაპირ კითხა რომ დედის მხრიდან ხარ თუ მამის მხრიდან მაიმუნის თამამავალიო. ანუ პასუხა მირჩევნია მაიმუნის თამამავალი ვიყო ვიდრე ვინმე შენისთანასიო. ნუ ეს ასე ვთქვათ დაპირისპირება, მაგრამ კიდევ ერთხელ აგრესია იქიდან წამოვიდა. სხვა ფილოსოფოსებიც კიდევ უფრო მძაფრად ეკამათებოდნენ და თვითონ არ კამათობდა. შეიძლება ეს ხო რაღაცა ეკამათებიდეს ეს არ პასუხობს რაღაცა ზრდის და ამიტომაც ეს აგრესია გაიზარდა. კრეაციონის რაც შეეხება, ნუ უბრალოდ არ ესმით რა არის და ამიტომ კოპერნიკს ამდენი არავინ არ ეკამათა და ასე არც ნიუტონი და მენდელსაც აცდა ღვთისრისხვა, იმიტომ რომ ის პარდაზე და ყვავილებზე მუშაობდა. მართალია იმანაც ასე თქვა საყოველთაო კანონზომიერება აღმოაჩინა, რომელსაც ყველა ცოცხალი არსება ემორჩილება დღესა ემორჩილებოდა ყოველთვის და სანამ სიცოცხლე იქნება ეს კანონები იმუშავებენ ისე როგორც ნიუტონის კანონი არის სამყაროს რაღაც ნაწილს ყველგან მუშაობს, ხო, ეს ვიცით. და აი მე მგონი ეს იყო მთავარი მიზეზი, რომ ამან სიმართლე თქვა. ეს ყველაზე მთავარ შეეხო. ხო, ისე შეეხო და თან შეიძლება ითქვას, რომ არ შეეხო რა, იმიტომ რომ აი იგივე ადამიანის წარმოშობა და ასე ვთქვათ მაიმუნის ეტაპი, ამაში რაღაც ფაქტებით და ანალიზით მიყავ ხარ აქამდე. ხო, ნუ ხა მარტივად ბიბლიაში წერია, რომ სამყარო 6000 წლის. ნუ ხო და სხვა შორის გეოლოგიურ განათლებას მისცეს, ქონა ძალიან დიდი მნიშვნელობა ამ ევოლუციაში, იმიტომ რომ აი ხა ლაიელის პრინციპი იყო ეს, ჩარლზ ლაიელი გეოლოგიის მამამთავარი, რომელსაც თქვა, რომ არაფერი განსაკუთრებულად სწრაფი და ესეთი კატაკლიზმური ადრე დედამიწის ისტორიაში არ ხარ. როგორც დღეს ჩვენ ხედავთ თქვა ვულკანების სამოფრქვევა, მიწისძვრები, აი ამ სიჩქარით მიდიოდა ყველაფერი და ხა მასო დაალაგებ დროის ფაქტორი გამოდის რაღაც იმ დროს შეაფასეს 300-400 მილიონი წელი. გაირკვა რომ 4 მილიარდი წელი ანუ 3.5 დაახლოებით. და აი ამ დროის განზომილება ადვილად დაიჯერა. იმიტომ რომ შეამოწვა და ნახა რომ არ ეტევა, მაგრამ არ უთქვამს ის რომ აი ბიბლიაში თქვათ რაღაცა უაზრობა წერია. ხო, ნუ აუარა გვერდი და ისინი მიდიან და აგერ ბიბლია და მას რატო არ კითხულობდა. ნუ ახლა ბიბლია არ არის მეცნიერება, ხო, იქ არ არის ფაქტის შემოწმება რაღაცა. ძალიან საინტერესო ამაზე. საინტერესო ის არის რომ აი ეგ თემა რო ცოტა ის სახე მიცეთ რომ აი ეს მიმდევრები რომელსაც ეს უსიტყვოდ ჯერათ იქ რაც არის დავშე ბიბლიის კალკულაციით აღარ 40000 წლის გამოდის ხო 6000 არის ესე იგი სამყაროს იყო და ნუ მე შეიძლება გადააკეთოს როცა მაგრამ ისინი ძალიან ამაყები არიან მაგალითად მზეა და ზეზვათი რომელიც
1,800,000 წინანდელი. და აი ეს როგორ თავსდება ერთად, ანუ ზვიადას ესვა პირველ სიტყვამდე იყვნენ ადრე თუ რომ მე არ ვიცი თავსდება. მაგ არ ვიცი. ხანდახან როცა გვინდა იმისი არ იყოს კარლ მარქსს ქონდა კიდე ესეთი მოსაზრებები მის შესახებ, რომელზეც თუ გინდა ასე გამოიყენებ, თუ გინდა ისე გამოიყენებ, როგორც გინდა, ისე ატრიალებენ ამ საწყალს ვერ ვიტყვი, მაგრამ დარვინს როგორი სურვილიც აქვს და ყველაზე საწყენი უბრალოდ ის არის, რომ აი ამ ასე ვთქვათ, რასაც ფსევდომეცნიერებებს ეძახიან, ხო, რაც პრინციპში მე-19 საუკუნის პირმშოა და მათ განვითარებაში თავის და უნებლიეთ დარვინის უზარმაზარი როლი აქვს შესრულებული ეს გაჩნდა ეს სოციალური დარვინიზმი, რა ვიცი, ევგენიკა, რომლის შესახებ ჩვენ გადაცემა ქონდა გასულ ზაფხულში, აბსოლუტურად შემზარავი ფილმი იყო, რომელსაც მის მამამ თავად მიიჩნევენ, რომ ეგონება არანაირი კავშირი, აბსოლუტურად. ეს ცოტა საწყენია და ამიტომ გონია რომ ის რაც შენ გააკეთე და გამომცემლობამ რომელიც დაგეხმარა ძალიან კარგია უბრალოდ ადამიანებმა ცალ-თვალით მაინც რომ ჩაიხედონ და გადახედონ ცოტა თავისით იფიქრონ ის კი არა ეხლა ჩვენ რას აუხსნით და როგორ აუხსნით უბრალოდ რაღაცა კითხვები დასვან და გაცემ პასუხი ეს არ ნიშნავს იმას რომ მაინც და მაინც ბიბლიას ვებრძვი. არ ებრძვი ხა, მაგრამ ის თუ მოვიდა და გითხრა რომ შენ რაღაცას არ ამბობ სწორად, ნუ შეიძლება თქვათ შეეკამათო. დარვინმა გადაწყვიტა რომ არ უნდა ეკამათოს, რაღაცა მასწავლა რომ კამათოს. ისე რატომაც არ შეიძლება რომ ღმერთს სამყარო ისეთი შეექმნა ზუსტად როგორიც დარვინმა აღწერა. მე არ ვიცი ისე მომწონს სიტყვას, აი დაშვების დონეზე მაინც რატომ მაინცა და მაინც ეს აქ ესე როგორ ვთქვათ რა რაღაცის უარყოფა თუ ხდება საერთოდ ვთქვათ დარვინის მოძღვრებაში და ვთქვათ ასე უფრო ხდება ასე ვთქვათ აი ნუ პასიურად ანუ ეს ამბობს აი რას ხედავს და ფოტოშორის ისევე როგორც ყველა მოაზროვნე მეცნიერი არავინ არ გეუბნება რომ მე დამიჯერე არავინ არ გეუბნება რომ დამიჯერე უბრალოდ აი რასაც მე ვამბობ თუ გინდა გადა შეამოწმე ყველაფრის შემოწმება პრინციპში შეიძლება ხო ვთქვათ რასაც ისინი ამბობენ და საერთოდ ერთი არის კიდე რომ როცა აი ასეთი ასე ვთქვათ ყოვლის მომცველი დასკვნა კეთდება და რაღაც დიდი ამოცანა იხსნება ეს როგორც წესი დგას ძალიან დიდ ცოდნაზე თითოეული ნაბიჯი არის რაღაც პატარა გადატვირთული ნაბიჯი ამის კარგი მაგალითი არის აი ერატოსთენემ როცა გაზომა დედამიწის გარშემოწერილობა ხო ეხლა ალექსანდრიაში ზღვის ნაპირზე გავიდა რომ მითი ასეთია არაფერს სად გააკეთა და რაღაც ჯოხი ჩაარჭო თოკი გაჭიმა გამოჭიმა შეხედა იცოდა რა დღე იყო და რა დრო იყო და თქვა რომ დედამიწის გარშემოწერილობა ამხელა ეხლა ვინც არ იცოდა ვთქვათ რომ დედამიწა მართლაც რგვალია ელემენტარული გეომეტრია ხო პირველი ეს პარალელური ხაზები ერთნაირ კუთხეებს ქმნიან ხო მაგრამ კარგი ხალხი დაწვეს ამის გულს ხო დაწვეს ეს 17 საუკუნის მერე მაგრამ მანამდე ეს ყველაფერი იყო და ეხლა რა არის საინტერესო რომ თქვა რა ეყნობოდა ესეთი ცოდნა ხო ეყნობოდა იმას რომ მანძილი იცოდნენ ასუანიდან ალექსანდრიამდე იქ რო ჭაში 21 ივნის მზე პირდაპირ იყვნება ჯოხი ჩრდილა ანუ რისი ცოდნა არის საჭირო და რა დონის აზროვნება რომ თქვათ აი რაღაც დასკვნამდე მიხვიდე. ამ ციგნის თავი ღირებულება დღეს შენ ევოლუციის თეორიას დარვინის ციგნით ვერ ასწავლი, იმიტომ რომ სულ დამაჭირდება ორგვერდიანი სტატია და შეიძლება ერთი-ორი ლექცია არსი ასე თქვათ საფუძველი რო ახსნა. ეს ციგნი გასწავლის შენ თავისუფალ აზროვნებას ტიტანური შრომის და ვთქვათ საჭიროებას რაც ყველაზე მთავარია. აი ეს თავი ღირებულებები ადამიანის ხოცნობის მოყარეობა და რაც თავარია აი ჩემთვის პირადად აი აზროვნების თავისუფლება თუ თავისუფალი აზროვნება როგორც არის რა ერთად არ უნდა ჩაიკეტო დოგმაში არც ეს არ უნდა მიიღო დოგმად რა იმიტომ რომ ხმეცნება ბევრჯერ და ბევრნაირად მოულოდნელი აღმოჩენებით გადაკეთდა ხო ვთქვათ ეს არანაირად დაფუძნებული და ის სწორად თქვი სხვათა შორის იგი იგრძნობა პირდაპირ როცა არანაირად არ ცდილობს ლამარკის ასე ვთქვათ როგორ ვთქვათ კრიტიკას კი არ ამბობს არსად ლამარკმა ეს უსწოროდ თქვა აი აქამდე მოვიდა და მე ეს გამოვიყენე იმისთვის რომ აი კიდე ერთი ნაბიჯი გადამედგა და სწორე დასკვნა გამეკეთებინა
ცოტნე რა არის ეს წიგნები ხო, ეს წიგნები არის, ესე იგი, ბიგლით მოგზაურობა, რომელიც თავისთავად ძალიან საინტერესო წიგნია, არის ერთადერთი დღემდე, ანუ აი აქამდე სახებების წარმოშობაზე გამოცემული ქართული თარგმანი სეითიაშვილის 1951 წელს. თარგმანი რუსულიდან არის გაკეთებული, მაგრამ რამდენადაც წინა სიტყვაში ესენი წერენ, რომ რამდენი ადამიანი ეხმარებოდა სეითიაშვილს, მაგრამ ეს ისე ვთქვათ, ეს წიგნი გამოსცა და ილიაუნი რამდენადაც ვიცი აპირებს ამის ხელახალ გამოცემას რაღაც პატარა მცირე რედაქტირებით თქვა რაც საჭირო. არაჩვეულებრივი წიგნია. რობინზონ კრუზო იქნება კაპიტან გრანტის შვილები, ამ სულის კვეთებით არის რა მოგზაურობა. 22 წლის იყო დარვინი, როცა მოხვდა ბიგზე, მაინდა-მაინც გადაწყვეტილი არ ქონდა ცხოვრებაში, რას აპირებდა, როგორც საერთოდ მანამდე. და აი ბიგლით მოგზაურობა იყო, სადაც აი მიხვდა რაში არის საქმე და მერე 20 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ნაშრომად ექცია. და ეს უბრალოდ მაგალითად თუ საინტერესოა მაყურებლისთან და მსმენელისთვის, რომ ეს არის ფაქსიმილე გამოცემა თვითონ ინგლისურ ენაზე, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე გამოდის. ამერიკაშიც, ბრიტანეთშიც სახებების წარმოშობაც 4-5 გამოცემა არის ხომ, ტექსტი რა თქმა უნდა იგივეა. წინა სიტყვაობის დაწერის სურვილი ამოძრავებს ხალხს, გადახედა. და ფაქსიმილე გამოცემების კულტურა ძალიან საინტერესოა, ზუსტად იგივე ნომერაცია არის გვერდების, ისეთივე ფონტით დაბეჭდილი, შეცდომები რაც არის ის დატოვებულია, ესეც ბარემ თქვათ, რომ ამ ხელას სამუშაოს შესრულება უშეცდომოდ შეუძლებელია და რაღაც არა სიზუსტეები ყველგან, მაგრამ თავარია რომ დასკვნის გაკეთებაში ამას ხარ. ისევე როგორც ყველას რა კოპერნიკს და ნიუტონს, ვინც არის დარვინის ასე ვთქვათ დონეზე და იმ გავლენის ხალხი, უშეცდომო არავინ არ არის, ხო? რა თქმა უნდა. მე მაქვს ეს ფრანგული გამოცემა მარკ ტვენის მოთხრობების კრებულის სუპირველი რაც იყო გამოცემული ამერიკაში, ისეთივეა. აი აბსოლუტურად ქაღალდის ნაბეჭდი, მაშინ დამეჭრიდნენ ფურცლები გადაბმულია ერთმანეთზე და ეს მე ჩემი აზრით პრინციპში რა იყიდი და წაიკითხავ ჩვეულებრივ გამოცემას კაპიკებებს მარკ ტვენის ნებისმიერი პატარა წიგნი, მაგრამ ეს რაღაც ფასადებს, რაღაც სხვას კიდევ შრომას კულტურულ ადამიანს მე რომ მკითხო, ხა არ ვამბობ პათეტიკურად სიტყვა კულტურული ადამიანი ძალიან ის ჩემთვის მნიშვნელოვანი სიტყვა, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ ლექსიკონიდან გაქრა, ჩვენს მშობლების თაობაში უფრო იყო თუ გახსოვს. აი ეს წიგნი უნდა გქონდეს სახში. არ აქვს მნიშვნელობა, ეხლა შენ ამას შეისწავლე თუ არ შეისწავლე. არის რამდენიმე ესეთი წიგნი, რომელიც ყველას გვაქვს სახში და ან ბავშვი აი როგორც პიანინო რო ქონდათ ჩვენ ბავშვობაში ყველას ხო გახსოვს. არავინ არ უკრავდა, მაგრამ უთხოთ ვიღაცა ერთი გაჩნდებოდა ოჯახში, ისეთი ვინც დაინტერესდებოდა და დაიწყებდა სეარულს სწავლას და შეიძლება დიდი პიანისტიც რუსთაველის ყველას აქვს სახში, მაგრამ ცოტა კითხულობს ხო. და ცოტნე უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის, უღრმესი მადლობა ამ ორი წიგნისთვის და რა ვიცი, წარმატებებს გისურვებ შენს მოლეკულურ ბიოლოგიაში, სანდეიგოში და კიდევ ერთხელ, რა ვიცი, ვიმედოვნებთ, რომ ოდესმე ისევ შევხვდებით ჩვენს გადაცემაში სხვა საინტერესო თემებზე სასაუბროთ, დავამშვიდობები ჩემს მაყურებელს და მოუწევთ.